არსევანიშვილი, აბუსელიძე, ნონიკაშვილი, აფანაშვილი, გაგუა, ჟვანია და კეკელია, გედენიძე არის ბრძოლები დარჩა. დღეს ოღონდ იქამდე არის მეორე შეხვედრა ლუკა ბულიასა და სანდრო ლომიძეს შორის 65 კილოში. ამ წონას რაც შეეხება ევროპის ჩემპიონი ლუკა ჩხიკვაძე ფავორიტი იქნება ფორმალურად ესეა შემშანდელი ჩემპიონია ევროპის ჩემპიონი ოღონდ წონა შეიცვალა ლუკამ რავი უკვე 65-ში გული არის წითელი ლომიძე ლურჯი კუთხე კარგი იყო აქ ლომიძე, მაგრამ ბოლოში მანას გაუჩვე ერთი დარტყმა მეტოქისგან მარცხენა ხუკი. შეტევებს იწყებს ხოლმე გულია, მაგრამ კარგად უმკლავდება და კონჩეტევებზე აგროვებს გულებს ლომიძე, თუმცა ახლა გულია მოარტყა. რეფერი გახლავთ აგაგი გუჯაბიძე ქუთაისი. უცელში ლომიძე შემდეგ სადა ქვემოდან ამორტყმა გულიამ შეუტია ეხა მიწვდა, მაგრამ არ იყო ძლიერი დარტყმა, მაგრამ მიწვდა მეტოქეს მარცხენით. შემდეგ ახლო ბრძოლა კლინჩი მოარტყა ეხლა ლომიძემ ვერ მოასწრო უკან დახევა გულიამ და რაუნდი 3 დასრულდა. ესე მომიჩვენა რომ მეტი ოსტატობა ლომიძეს ჰქონდა ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ბრძოლა რაღაც შანსები აქვს გულიას ისე დიდი უპირატესობას ლომიძეს არ ქონია. მეორე რაუნდი აქ ლომიძემ აღარ დაუცადა მეტოქეს და თავად დაიწყო შეტევა და მშვენიერი კომბინაციაც ჰქონდა
კიდევ ერთი მარცხენა პირდაპირ ქვევით უკაცით ქვემოდან. პირველ რაუნდში უფრო თამამად მიდიოდა წინ ბულია, მაგრამ მეორე დასაწყისში ეგრევე დაახევინა უკან, თუმცა გაუშვა ეხლა. ლომიძემაც დარტყმა. აი თითქმის ყოველი ეპიზოდის ეპიზოდში ასწრებს ლომიძე მეტოქეს და არაფრის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევს. მეორე რაუნდით შევჯერებით ზუსტად იმავე სცენარით მიდის, წესით ანგარიშიც იგივე უნდა იყოს, თუ რამე არ შეიცვალა იმ დარჩენილ 1 წუთში თუ წუთზე ნაკლებში. ახაც თითქოს დაიძრა შესატევად ბულია, მაგრამ იმ წუთშივე დაახევინა მას მეტოქემ ესა ტექნიკური შესვენება რაღაც ხელთათმანი აქვს მოსაწესრიგებელი სანდრო ლომიძეს. ახაც არ მისცა, ნახთავად არ შეუტია ლომიძე, მაგრამ მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. ესეთ მუდმივად ისეთ საბრძოლო დგომი აქვს და მზად არის შესატევად. მთელი ბრძოლის განმავლობაში ცენტრში თითქოს არის ლუკა ბულია, თითქოს რაღაც პოზიციური უპირატესობა აქვს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი. თან კარგადაც უნაცვლებს მუცელში დარტყმებს. უცელს კიდე შემდეგ თავში ქონდა კომბინაცია ლომიძეს მეორე რაუნდში მე მგონი უფრო დიდი უპირატესობა აქვს სანდრო ლომიძეს. ეს რაუნდი დასრულდა, ახლა 5-0 იქნება. ხო 10-9-ია. შეიძლება ერთი 10-8 იყოს, რა ვიცი, არ აქვს ამას არასებითი მნიშვნელობა. მეორე რაუნდიც მოიგო სანდრო ლომიძემ. ის გადის სანდრო პაპიძეზე მერვეთ ფინალში. ხო 10-9. შესაბამისად არტურ მოუსესიანი ახალქალაქი და დავით ნარსია, ლუკა პაპავა ბათუმი, ლუკა ტრებუჩავა თბილისი და არტურ არაქელიანი ახალქალაქი, რომა ნიკოლაენკო თბილისი და თორნიკე დანელია ფოთი და სანდრო პაპიძე, ჭიათურა და სანდრო ლომიძე. თუ რაღაც ასწავლი არ მოახდინა ეხა ლუკა ბულია. მოაწყეხ კიდევ ერთი ძრავი საკმაოდ მოცელში კამართან მარცხენა ლომიძემ. სანდრო ლომიძე ყოფილა შავშანაგი 17 წლამდელებში ჩემპიონი 66 კილოგრამში. მან მახსოვს დაამარცხა ფინალში ევროპის ჩემპიონი მოსწავლეებში გორ ღაზარიანი და ეხლა უკვე დებიუტი აქვს ზედა ასაკობრივ კატეგორიაში, წონა არ შეუცვლია.
ანუ 17 წლამდელებში ქვედა ასაკობრივი კატეგორიიდან მინიმუმ 4 მოკრივე არის წელს უკვე გამოდიან და მასშტაბის უმეტესობა უკვე ნახეთ. ჩალვო ბევიძე უნდა გამოსულიყო დღეს შევჩენდელი ჩემპიონი ჭაბუკებში. დანიელ რამიზოღლი ვნახეთ, სანდრო ლომიძე ვნახეთ და ასევე რუსთაველი დავით ნარსია იქნება ხვალ 17 წლამდელების შევჩენდელი ჩემპიონი. მესამე რაუნდის დასასრული მოიგო სანდრო ლომიძემ და გავიდა სანდრო პაპიძეზე მერვედფინალში. სანდრო ლომიძე, მე უკვე გითხარით, ჩამოგითვალეთ, აღარ შევჩერდები ამაზე 65 კილოგრამის მერვედფინალში.